ამბავი ერთ პატარა გერმანულ ქალაქში დაიწყო, სადაც 1814 წელს სახელოსნო გაიხსნა. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ იმ ღამით ღუმელები ისე აინთო, თითქოს ახალი ეპოქა დაიწყო. ალბათ მართლაც ასე იყო. ბუჩენროიტერის გვარს ჰქონდა ამბიცია შექმნა ისეთი ფაიფური, რომელიც საუკუნეებს გაუძლებდა და მართლაც მე-19 საუკუნის შუა წლებში მათ ჰქონდათ საიდუმლო, რომელთაც იდეალურ მასალას ქმნიდნენ. მას გერმანელები თეთრ ოქროს უწოდებენ. თითო ფინჯანი, თითო დეტალი შექმნილია სრულყოფილებისადმი შეპყრობილობით. წელი, როგორც ამბობენ, ცეცხლოვანი ცხენის წელია. ვფიქრობ, წლევანდელ საახალწლო გაფორმებას სწორედ მკვეთრი ცეცხლოვანი ფერები მოუხდება. ბუჩენროიტერის ბრენდის ფაიფურის ჭურჭელი კი წლევანდელ საახალწლო სუფრას ძალიან დაამშვენებს. დღეს ვიმყოფები ჰომგალერის ახალ შოურუმში აბაშიძის ქუჩაზე. აქ უნდა გავაფორმო საახალწლო სუფრა და მინდა რომ ბუჩენროიტერთან ერთად გამოვიყენო ვენინის და ლობმეიერის პროდუქციაც. ნახოთ ერთ-ერთ რა გამოვა. მე შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, იმედი მაქვს თქვენც მოგეწონათ და ისიამოვნეთ დღევანდელი ვიდეოთი.